ომი ცაში და ციდან. 1903 წლის 17 დეკემბრიდან კი ცის დაპყრობა დაიწყო. ამ დღეს მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური, ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენა ძმებმა რაიტებმა განახორციელეს. ომი ცაში ავიდა და მალე ის ციდანვე აპირებდა თავზე დაცხრომას. მალევე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რამაც თვითმფრინავების, როგორც ახალი საბრძოლო საშუალების მნიშვნელობა წინ წამოწია. გაჩნდა სამხედრო ავიაცია, რომელიც გამანადგურებლად, ბომბდამშენად, მზვერავებად და მეომრების გადამყვანად დაიყო. თვითმფრინავებზე დაიწყეს ბომბდამშენი და სასროლი შეიარაღების დაყენება. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ გამანადგურებელმა და საზარელმა პირველმა მსოფლიო ომმა თვითმფრინავების განვითარებაც დააჩქარა. 30-იანი წლების შუახანებიდან თვითმფრინავების კონსტრუქციაში გადავიდნენ ბიპლანიდან მონოპლანზე. ამან გამანადგურებლების სიჩქარე 560-580 კმ/სთ-მდე გაზარდა. ამავე 30-იანი წლების ბოლოსკენ გაჩნდა საავიაციო რეაქტიული ძრავა. უკვე 70-იან წლებში სამხედრო თვითმფრინავების სიჩქარემ 3000-3500 კმ/სთ მიაღწია. მალევე გამოჩნდნენ ზებგერითი თვითმფრინავები. შემდეგი უკვე რადიოსარადარო სისტემებისათვის უხილავი საფრენი აპარატების და დისტანციური მართვის თვითმფრინავების შექმნა უნდა ყოფილიყო. 80-იან წლებში საბრძოლო დრონები გამოჩნდა. ბოლო 30 წელია უპილოტო ავიაცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მათი საშუალებით მომავალში შესაძლოა მთლიანად ჩანაცვლეს პილოტირებადი საფრენი აპარატები. ეს ტექნოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება და ის უკვე ტრადიციულ შეიარაღებას საერთოდ გაქრობით ემუქრება. ბირთვული შეიარაღება, შემდეგი გაჩერება, ჯოხი. ბევრს მიაჩნია, რომ მესამე მსოფლიო ომისგან სწორედაც რომ ყველაზე გამანადგურებელი შეიარაღება ატომური ბომბი გვიცავს. როგორც აინშტაინმა თქვა, ჩვენ შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ, როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეოთხე ნამდვილად ჯოხებით და ქვებით იქნება. ატომურმა ომმა შეიძლება პლანეტაზე სიცოცხლე მთლიანად მოსპოს. და მაინც, რა არის ატომური ბომბი? ბირთვული იარაღის მოქმედების პრინციპი ბირთვულ რეაქციას ეფუძნება. იმისთვის, რომ ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს, აუცილებელია შესაბამისი საწვავი, ურანის იზოტოპის სახით. თავად ბომბის შექმნის ისტორია მანჰეტენის პროექტთანაა დაკავშირებული. სერ ერნესტ რუთერფორდს ეკუთვნის. მან აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული. 1938 წლის 17 დეკემბერს ფიზიკოსმა ოტო ჰანსმა ატომის ბირთვის გახლეჩა შეძლო. უკვე 1945 წლის 16 ივნისს პირველი ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოში წარმატებით გამოსცადეს. ბირთვული აფეთქებებით ქალაქების დაუყოვნებელი განადგურების გარდა, ასეთი ომის პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, რადიაციული ავადმყოფობის გავრცელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დროებით, ან სულაც მუდმივად